სოციალურ ქსელებში გუშინ საღამოს შემდეგ არ წყდება სხვადასხვა პროფესორ მასწავლებლების პოსტები, მათ შორის ერთ-ერთი ახლავთ გიგა ზედანია, პროფესორი და ფილოსოფოსი, რომელიც საკუთარ სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, მე წაგიკითხავთ მის პოსტს, თუ ეს დაგეგმილი გეგმა რამდენადაც გავიგე განხორციელდა, უაღრესად ცუდი შედეგები დადგება. სასწავლო პროცესის დიდი ნაწილი თბილისიდან გავა, რაც უზარმაზარი დანაკარგი იქნება დედაქალაქისთვის და განათლების პროცესისთვისაც. უნივერსიტეტი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული არის ქალაქური და ქალაქის ინსტიტუცია. პროფესორებისა და სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში დრამატულად შემცირდება. სფერო დაკარგავს მაღალ კვალიფიციურ კადრებს, ხოლო მომავალი სტუდენტებისთვის არ იქნება საკმარისი ადგილები. დარჩენილი უნივერსიტეტები დიდწილად ჩამოშორდება ევროპულ სივრცეს. ახალი სისტემა იქნება იზოლაციონისტური და ღრმად პროვინციული. განვითარების მთავარი მუხტი, რომელიც ბოლო 20-30 წლის განმავლობაში დასავლეთიდან მოდიოდა, საბოლოოდ მოკვდება. წერს გიგა ზედანია, პროფესორი და ფილოსოფოსი საკუთარ Facebook-ზე, ასევე კეთი ცოტნიაშვილი, უმაღლესი განათლების ექსპერტიც წერს ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ფართო პოსტს. მე შევეცდები, რომ ამონარიდი წაგიკითხოთ. ფაკულტეტები, რომ ტრადიციული ფუნქციის მიხედვით უნდა გადანაწილდეს, ეს ტრადიციული ფუნქცია ხომ გახსოვთ, დიადის საბჭოთა წარსულიდან მოდის. თანამედროვე გადააზრება დღევანდელი განვითარების და შესაძლებლობების გათვალისწინებით არ განიხილება. ასევე აკადემიური და სამეცნიერო განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი დღეს ინტერდისციპლინურობაა და არა აკადემიური სივრცის დარგებად დაჩეხვა. ყველა რეგიონში უნიფიცირებულად მხოლოდ პედაგოგიკა და აგრარული მეცნიერები რომ არის პრიორიტეტი, ეს რა კვლევას ეფუძნება, ეს რანაირად შეიძლება იყოს რეგიონების განვითარების და მიმზიდველობის თვალსაზრისით სერიოზული განაცხადი. ასევე ლექტორი და იურისტი საბა ბრაჭველიც ძალიან ფართო და დიდ პოსტს უძღვნის ამ თემას. ნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი აიზრდება რამე. პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი. ადგილის შენარჩუნების სანაცვლოდ მათ კარგ შემთხვევაში პასიური დუმილი, უფრო სავარაუდოდ კი აქტიური მორჩილება მოუწევთ. თავიანთი პროპაგანდისტების დასასაქმებლადაც კარგი შესაძლებლობაა. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი პროფესორების მოწვევაც აეკრძალებათ. ფაკულტეტების და პროფესორების შემცირება ასევე ნიშნავს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. უმაღლესი განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში ახლა შველას საჭიროებს. მალე კი საშველიც აღარაფერი იქნება. რადგან თავად უმაღლესი განათლების მიღება გახდება იშვიათობა. განათლების მიღების გარეშე შემცირდება კრიტიკული აზროვნების ისედაც სავალალო მაჩვენებელი, რაც ტვინის რეცხვისა და პროპაგანდისტვის კიდევ უფრო ნოყიერ ნიადაგს შექმნის. ასევე ნანა დიხამინჯიაც ეხმაურება ამ ყველაფერს და სოციალურ ქსელში ძალიან ვრცელ და რამდენიმე პოსტსაც კი უძღვნის ის ამ თემას. ასე წერია მათ კონცეფციაში. საკითხი პირველი, რას ნიშნავს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, რომელიც ეს კონცეფცია არის საწყისი მონახაზის მონახაზი. ერთ დღეში რომ დაწერდა განათლების ნებისმიერი ექსპერტი. შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება და ამ კონცეფციაზე 10 თვე მუშაობდა სახელმწიფო კომისია. თავად საქართველოს სოციალურ ქსელში მწვავედ გააკრიტიკეს ხელისუფლების გეგმა 12 წლიანი სასწავლო გეგმის შეცვლით და 11-იანი ჩანაცვლების თაობაზე. ოპონენტების განმარტებით 12 წლიანი საშუალო განათლება აუცილებელია ბოლონიის პროცესისთვის, რომელსაც საქართველოს 2005 წლიდან შეუერთდა, ხოლო 11 წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები ვეღარ შეძლებენ ევროპის უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა. ეს მოსაზრება თავად ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა ტელეკომპანია იმედის ეთერში გუშინ საღამოს. წუხან იმაზე, რომ მიგრაციას შეექმნება გარკვეული ბარიერები, რომ განვაზოგადოთ ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და აქ მიიღონ მაღალი დონის განათლება. რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს, რომ ქართველები წავიდნენ მრავლად ქვეყნიდან? მით უმეტეს, რომ ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად. მით უმეტეს პირველი კურსიდან მათი დიდი ნაწილი რჩება საცხოვრებლად საზღვარგარეთ. თუმცა ჩვენ არავითარ ბარიერს არ ვქმნით. მანდაც შეიძლება თავისუფლად გამოსავლის ძიება. თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება ქვეყანაშიც კი შევქმნათ ამის შესაძლებლობა და ეს განხილვას ექვემდებარება. თუ არა და ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, რომ სხვაგან საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე. თქვა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედთან მისცემულ ინტერვიუში.